მოგესალმებით. გილოცავთ აღდგომის პირველი დღესაც დავიქრიტი აღდგა მეტად აღდგა მინა გისურვოთ ყველა ბედნიერი აღდგომა და ფარმა გაგვინაცვლოთ გულებში მისი ასე ვთქვათ სიკვდილზე გამარჯვებით აღდგომის ძალა ჩვენს გულებში და მოგცეთ უფალმა იმის შესაძლებლობა რომ მარადისობაში ჩვენც მათთან ერთად ვიყოთ დღეს ვიდეო მექნება იმის შესახებ და რატომ მინდა რომ ეს ვიდეო ჩავწერო ამ ვიდეოს სათავე იქნება რატომ და როგორ მივედი ჩემს ჭეშმარიტ გზაზე და როგორ მივედი ჩემს ასე ვთქვათ ჭეშმარიტ ღმერთთან და უფალთან რომელიც არის იესო ქრისტე მე ზოგადად ბავშვობიდანვე როგორც საქართველოში არის დიდი ხანია დამკვიდრებული ჩვენი ტრადიციული ქრისტიანული მართლმადიდებლური სარწმუნოება ტრადიციულად მე ბავშვობიდანვე რაღაცნაირად გულით ხმიანად რაღაცნაირად მივყვებოდი მაგრამ ასე სიღრმისეულად არ ვიყავი ასე ვთქვათ დეტალებში დაინტერესებული და არ ვიყავდი დედამან შეხედული მაგ თემაში ჩვეულებრივ როგორც ყველა ასე ვთქვათ ბავშვი და ის აძღაბში ეზიარება ასე შემდეგ და ასე შემდეგ თავისი ტრადიციებს ასრულებს როგორც მართლმადიდებლური ეკლესია და მე როგორც ბავშვი ასე ვთქვათ მათთან ერთად ვიზრდებოდი მე და დავდიოდი სხვადასხვა ტაძრებში ეკურსიებში დავდიოდი სხვადასხვა ტაძრებში მონახულება იყო წმინდა ნაწილები და წმინდა სარწმუნოები რაც იყო საქართველოს მასშტაბით ყველგან დავდიოდი ხოლმე ბავშვობიდანვე და დავდივარ ხოლმე თუკი ხელი მიმწვა ხოლმე დავდივარ ხოლმე შეიძლება და გვარად მოკლედ რა ხანი ტრადიციულად მე ვიცოდი როგორც
მასწავლებელი ქრისტიანი მოგოთ მონაცვლური ხო მეც ბავშვობიდანვე ჩართული ვიყავი ამ პროცესში მე მოგვიანებით უფრო მეტად გადატეხის ასაკის პერიოდში უფრო მეტად დავიწყე მე ჭეშმარიტების ძიება და დავიკითხე სახარება ხალ მკითხულობდა რაღაცნაირად სხვანაირი შიგნე მომცა და ხანდახან ყოფილა ხოლმე ისეთი საკითხები რომ როგორც როგორ ვთქვა პირატერმე როგორც შიშიმ პირთ ეტეთი მოსარგებლად მქონე რაღაცა ეჭვები საკუთარ თავთან მეტნაკლებად რაღაცნაირად ყოფილა მომენტები რომ რაღაცნაირად ადამიანური სიმართლე და ასე შემდეგ მათ ყველას მეტნაკლებად მათ გვახასიათებს ხოლმე თავისი ასაკი განსაცდელებითა და პირადი პრობლემებით მე ამასობაში წმინდა წერილით კითხვის დროს რატომღაც გულის სიღრმეში ჯერდა რომ ხოლოდ ერთადერთი ჭეშმარიტება რაღაც არის სინამდვილეში ერთადერთი არის ერთადერთი არის მასწავლებლობა და მხოლოდ მასწავლებლობა ასე ვთქვათ ასწავლეთ ერთადერთი ჭეშმარიტ გზა ღმერთის და ღმერთის ქრისტეს გიგზის მემკვიდრე გზა არის მასწავლებლობა და ეს რატომღაც მაინც გულის სიღრმეში ალბათ მჯეროდა და მჯერდა რომ მხოლოდ ერთადერთი ჭეშმარიტი გზა არის ჩვენი მიმყანებელი ჩვენი უფალი იესო ქრისტე რომელიც არის განკაცებული ღმერთი რომელიც ასე მოხდა ჩვენ სამყაროში განხორციელდა და მისი სიკვდილის და მერე ვდგომით ვდგომით მან გაიმარჯვა სიკვდილზე და ადამიანებს ჩვენ ადამიანებს მოხდა საშუალება რომ მასთან ერთად მაგალითობაში ვიყოთ აი ამ გვასწავლეთ ჩვენ მასწავლებლობა და არა მხოლოდ tradition
სული რაღაცა რიტუალებით არა სასწავლებით მოხდენით არ ცხონდება ადამიანის ხონდება მხოლოდ ქრისტეს მიღებით და მისი წმინდა მისი ცხოვრობით დამოწმებაში მარტო მხოლოდ ამით შეიძლება რომ ადამიანი გადარჩება მიყვარს წინვალ გზას შემდეგ მე რახან ანუ რა დავუბრუნდეთ ჩემს წარსულს მე ამათთან ერთად ბიბლიის კითხვასთან ერთად მე ასევე ვეცინებოდი სხვადასხვა ასე ქრისტიანულ მიმდინარეობებს და სხვადასხვა კულტურის ადამიანებს და ასე ვთქვათ შორიდან ვაკვირდებოდი თუ როგორ სტამდათ და მათი რწმენა ასე ვთქვათ რამდენად შეესაბამებოდა მათი საქმეები რამდენად შეესაბამებოდა ჩვენს მართლმადიდებლურ ასე ვთქვათ მოზღობასთან და მე ამას ახლა შორიდან ვაკვირდებოდი ერთი შეხედვით მასთან ძალიან გამარტივებულია მაგრამ ჩემი გადმოსახედიდან კი რა თქმა უნდა ყველაფერი მარტივი არაფერი არ არის ასე ვთქვათ ჩვილი მათი გაგებით და გარეგნულად ასე ვთქვათ მარტივია მაგრამ საქმეზე რომ გვირგება მაშინ გვიწევს ათვანს გაკეთება იმაზე რომ ასე ვთქვათ ანუ დგები ათვანს წინაშე იმით რომ ეს რელიგია ასე ვთქვათ ეს მიმდინარეობა შენში მიიღეთ არ მიიღო ანუ რამდენად შეესაბამება შენში სიმართლე და რამდენად თანხმდარა შეიძლება გულის კანახით გული კანახობს ყველა თუ რა უნდა სუბტიტრად სინგიტირად ამოწმებ ყველაფერს და ასე ვთქვათ დაუკვირდები ყველაფერს აიათ გავიარე ჩემი ასე ვთქვათ თული პერიოდი მქონდა ძალიან განსაკუთრებით ასაკი და მადლობა ღმერთმა სასწავლება და გადამონახა ძალიან ძიმე განსაცდელი თული პერიოდი ჩემი ასე ვთქვათ როგორც შიშიმე პირის დაავადებიდან გამომდინარე ყველაზე რთული არის თუ ამ ასაკიდან გამოფხდა და როგორც მომწიფება შეიძლება ასე ვთქვათ ზუსტად ასაკში გადასვლა რაღაცა ქვია შემდეგ
시도 시에 뭐네 주비 아비암 암벨시 라칸 웨스네부 라칸 웨스네부 베베드 파다스 파이미어 미미디나르 베페레디키오 라칸 라 이케티 탄데지르 불레 바콘다 콘다 아 콘다 암 fantasticயான მიმდინარეობები რედიკია თვითონ ადამიანებს აძლევენ ხოლმე ასე ვქადი დაიან ნამ ცოტა რბილად თქვა მომხიბლავად როგორ შევავთ ადამიანები თავიანთი რელიგიებში დაახლოებით მე მსგავსი რაღაცა მომენტები მქონდა მაგრამ როგორც აღნიშნე საკუთარი გულის კანახით სინგისის კანახით ნახეთ გულზე ჩემ საკუთარი გულზე მინდობით რაღაცა გამომიყვანა ამ მდგომარეობიდან ვღო დამენახა ერთადერთი ჭეშმარიტი გზა რომელიც ასწავლებს ეს არის მხოლოდ მათემატიკა რომელიც გასწავლებს რომ ასე ვქეთ რომელიც არის ყველაზე დიდი შემოქმედი ამ სამყაროში რომელიც შექმნა ეს სუპერ galaktikები და ასე შემდეგ მთელი სამყარო ხო მან მიიღო ადამიანური ბუნება განკაცდა და ჩვენ თავით თუ ადამიანს დაემგავსა ანუ ღმერთი გახდა ადამიანი რომ ჩვენ ასე ვთქვათ ჩვენი შეცდომებით ვალი გადახდილი ყოფილიყო და დაფარული ყოფილიყო და ამით ღმერთმა ქრისტემ მისი სიკვდილით მეშვეობით დაფარა ჩვენი სოდვის ვალი და ასე ვთქვათ მან გადაიხადა ჩვენი სოდვის საძღაური და ჩვენი ხლამიცი აღდგომით წვალი აღდგომით გვაქვს იმედი რომ ჩვენ მათთან ერთად ვიცხოვრებთ არა მარტო მომავალში არამისი მუსლიმებში არამედ დროს არამედ ეხლა ამ ცხოვრებაში რატომ გაჩვენებიან ბევრ მათემატიკებელ ადამიანს ხშირად შეცდომაში არ ხომ და სამწუხაროდ ვერ
იგებს ხოლმე და ძალიან ხშირად ხოლმე გააზრება ცოტა რთულია ხოლმე ასეთი ადამიანებით ხოლმე ვისაც თითქოს მაგრამ მართლმადიდებლებთან მოგწაობაში რომელიც თითქოს ისიან არ მათი წამს მაგრამ სიღრმისეულად არ არიან ასე ჩახედულები და ანუ მართლმადიდებლობა ამბობს რომ ეს ჩვენი დროთის დროთის აღდგომა არ მოხდება მხოლოდ მისი მოსulis ელებში არამედ ეს ჩვენი ასაკთა სიმულირებული ბუნება უნდა ასე ვთქვათ უნდა მივიღოთ ჩვენ მაცხოვარი ჩვენ სიცოცხლეში და ასევე და ასე ხდება წინასწარ ჩვენში მისი დღეთის აღგრები ჩვენს მასთან ერთად ვართ ხოლმე სიცოცხლეში და ასე ვატარებთ ხოლმე ვისაც წამს ასე ატარებენ ხოლმე მით შინაგან დღეთის აღდგა მათხოვათ და ჩვენს მასთან ერთად ცოცხლობთ ქრისტესთან ერთად ამ სამყაროში და ჩვენი სიცოცხლის მანძილზე და კიდევ დავუბრუნდე ჩემს ასტოს და მე ამასთან ერთად როდესაც ვეცნობოდი და ხალხს ვეცნობი სხვადასხვა მიმდინარეობით ქრისტიანობას და მე ამასთან ერთად ვუსმენდი მართლმადიდებლურ ჩვენ მართლმადიდებლური მოძღვრებთან ვისაც ჰქონდათ განათლება მიღებული და ხსინიდნენ წმინდა წელით და ცხოვრების ცხოვრებაზე ყოფოდნენ ხვდებოდი რაღაცნაირად გულის ხმიერად რომ მხოლოდ მართლა ეს არის მხოლოდ ერთადერთი ჭეშმარიტი გზა ქრისტესთან მივიყვანებელი და მისი ასე ვთქვათ ჩემმა გულმა რაღაცნაირად შეიძლება თუ ასე ვთქვათ პირდაპირ ვერა მაგრამ რაღაცნაირად ფარულად ღმერთი ხომ ყველა ადამიანში სხვადასხვანაირად მოქმედებს ღმერთი და ასე რაღაცნაირად შინაგანად
განახით დამოწმათმა თქვათ გულმარო ფორ ერთადერთი ჭეშმარიტი გზა არის ქრისტეს გამოყვანებელი ეს არის მხოლოდ მართლმადიდებლობა და მართლმადიდებლობა გვასწავლის მხოლოდ ასეთი შნება მისცა უფალმა გიყვარდეს მოყვარს შენი მოგვცა ჩვენ უფალმა ასეთი შნება გიყვარდეს ჩვენ მოყვარს ჩვენი და როგორც თავი შენი და ასევე შეუყვარს ღმერთი მთელი ჩვენი შემეცნებით და გულით და გონებით და 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 მართლაც მოხდა რაღაცნაირად ასე ვთქვათ დიდი მიგრაში შეიძლება ასე ვთქვათ უფლიგან რომ ასე ვთქვათ მან დამანახა რომ მარტო არ ვიყავი ამ სამყაროში და ის ყოველთვის ჩემ გვერდით იმყოფება და ყოველთვის ზრუნავს თითოეულ ადამიანზე მიუხედავად თავისი ამ ქვეყნიური პრობლემებით და განცდებით მაგრამ მაინც უფალი არ დატოვებს არავის მარტო და ყველაფერი არ არის შემთხვევით რაღაცა იყო ყველაფერი თავისი მიზეზი და საჭიროება აქვს ცხოვრებაში და ალბათ მიფიქრობ საჭირო არის ხოლმე ჩვენ ცხოვრებაში რომ ხანდახან თუ ანუ მე მითქმა მინდა რომ ადამიანი თუ არ დაეცა არ დაუშვა შეცდომა და ადამიანმა თუ არ დაინახა საკუთარი შეცდომები საკუთარი დაცემით ხო საკუთარი თავი არ დაინახა და თუ არ დაეცა ის ღმერთთან ვერ მიდის და ვერ იპოვეთ ჭეშმარიტებას ხანდახან ადამიანებს დაეხშა გვინდა ხოლმე რომ შეცდომები აღარ დავუშვათ ცხოვრებაში მაგრამ მაინც გვინდა მაინც ნებითუნებლეთ ვეცემით და ხშირად ცხოვრებაში და ღმერთი ასე ვთქვათ ღმერთი ყოველთვის ღმერთი ხელი ყოველთვის ადამიანისკენ არის გამოშველი და თავადლა ჩვენ როგორც ადამიანებმა ღმერთს
ხელი გავუწოდოთ, თორე ინტერნეტი ჩვენზე არასოდეს არ დაიყებთ ძალით არაფერი ძალით არაფერს არ გააკეთეთ ღმერთი ეს მხოლოდ ჩვენია და ჩვენი მოქმედებაც არის საჭირო ღმერთს პასუხი გავთით ეს იქნება ჩვენი მოქმედება თითოეული ჩვენ მიერ წარმოქმნილი სიტყვა და ხათ რომ მაყვილდები როგორც მე პიროვნულად ადამიანი და ვხედავ რომ მხოლოდ ერთადერთი ჭეშმარიტი მასხონებელი არის ჩვენი ქრისტე რომელიც არის იესო ხოდა და ჩვენ ადამიანები არ უნდა ვიყოთ ხშირად ორიენტირებული იმაზე რომ სასწავლო ვხედავდოთ ყოველთვის რაღაცა ტრადიციებს მივყვებოდეთ ყოველთვის ხშირად ისეთ სხვათა შეიძლება ტრადიციებზე მინდა შევეხო ცოტა ტრადიციას შვიდი არ არის შემთხვევაში თუ მას აქვს თავისი საყრდენი და თუ ამ ტრადიციას თავისი შვილები წესმარიტი გზით მემყვანი გზა თუ აქვს ამ ტრადიციას მაშინ ეს ტრადიცია არ არის თავად შვიდი და დამღუპალი თუკი ამ ჩვენ ამ ტრადიციებს საფუძვეთ გამოვაცვლით ხო მაშინ გარეგნული ჩვენი რიტუალები და ისინი უკვე ჩვენთვის უკვე დამღუპველი აღმოჩნდება და ძალიან ხშირად ვერ დავინახავთ იმ გზას რომელიც არის მაჩვენებელი ადამიანისთვის და მინდა კიდე შევახო ორიოდენი სიტყვა სასწავლებლები როგორ აქვს სასწავლებლები როგორც ამბობენ წმინდა მამები სასწავლებლებთან დაკავშირებით სასწავლებში რა ხდება გარეგნულად ეს იქნება კუდრეთის აღდგომა გასაცხადება ადამიანის გამოჯანმრთელება ფიზიკური რა ხდება ამებში ამ ყველაფერში თუნდაც ეს განდენა ავიღოთ ხო ეს ყველაფერი სასწავლები უნდა ჩვენ ნეიტრალურ პოზიციაში უნდა ვქონდეს გონება ამ სასწავლებთან მიმართებით რატომ იმიტომ რომ როგორც წმინდა წერილზე
გვასწავლით რომ თავად არამატ ღმერთს არამატ ეშმაკებს საერთოდ დემონებსაც შევიძლათ რომ სასწავლები მოახდინოთ ადამიანების შეცდომაში შეიყვანოთ ერთ-ერთი თავარი საჭდური რაც იქნება მომავალში რომელთაც ადამიანები სჭირდებიან ეს არის გარეგნული სასწავლებით და ძალიან ყველა მოიხიბლება ამ სასწავლებით და ძალიან ასე ვთქვათ ძალიან ჩაითევს თუ შეიძლება ასე ვთქვათ ეს სასწავლები ადამიანებს რომ ღმერთი დაავიწყდებათ ჭირჭმეტით და არ ექნება ეს სასწავლები თუნდაც ღმერთი განაც რომ მოხდეს რამე სასწავლი ეს სასწავლი ჩვენთვის დიდად მაცხვენებელ მას არ ექნება გარეგნულად რაც მოხდება და ეს სასწავლი და იმიტომ არ მოხდება რომ ჩემში არ ექნება ასე ვთქვათ რაიმე შინაგანი ცვლილება და ეს მხოლოდ გარეგნული ნაყოფით გარეგნული შედეგია ჩემთვის ერთ-ერთი სასწავლი რაც არის ცხოვრებაში რაც მოხდა ეს სასწავლი მდგომარეობს იმაში რომ მე ვიპოვე ასე ვთქვათ ჭეშმარიტი და ვიპოვე ქილწე ჩემი ცხოვრების გამომვლობაში ანუ რაც გავიარე ჩემი ცხოვრება ბავშვობიდან გადატეხის ასაკამდე ვიყავი და ხაც ვარ ყოველთვის მადიებელი ჭეშმარიტებისკენ და მივხვდი რომ ერთადერთი ჭეშმარიტი გადამცემელი არის რომელიც არის განკაცებული ღმერთი განკაცებული მხოლოდ რომელსაც მხოლოდ ღმერთი შეუძლია ჩვენი გადარჩენა ეს არის იესო ქრისტე დღეისათვის ჩუგინდათ დაალაგეთ ჩუგინდათ დიჩლაიქი და წერეთ მადლობა ყურადღებისთვის ყველას და კიდევ ერთხელ გილოცავთ აღდგომის მკრიბალე დღეს სწავლს და თქვენ გულებში უფალმა აღვადგინოთ ჩვენი საკუთარი თავი საკუთარი
შვილი და მე არ ვიცი მე 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 ასეთი წმინდა მაქვს ასეთი შეხედულება მაქვს ჩემს წმინდთან როგორც ჩვენმა ჩემო ტკბილმა პატრიარქმა თავის ლექსში ყველაფერი კარგად იქნება ასეთი სწრაფები დაგვიტოვა რომ დავუტოვა ადამიანს რომ როგორც შეისწავლეთ ამ პაროს ხედვა რომ შენ ცხოვრება ასე წარიმართებაო აი ასეთი გენიალური სიტყვები დაგვიტოვა ჩვენმა ილიამ მეორემ და ღმერთმა დავუკიდოთ მას მერადული საციფრებელი და საიქნება ჩვენი კიდე ჩვენი ახალი სულელი მოძღვარი ზესახში კიდევ ერთხელ მადლობა ყველას და გილოცავთ აღდგომის პირველი დღესასწაული მადლობა ყურადღებისთვის